გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა მოვედით ვარჯიშიდან, FC-სანში ვიყავით, ვივარჯიშეთ, დაღლილები ვარ და ეხლა უნდა გადავიღოთ ძალიან მაგარი პოდკასტი. აბა შენ რა სიტყვით, მისტერ ბეკ? მე რა სიტყვით? ხო რა, ძალიან მაგარზე რა გითხრა, მაგრამ კარგი უნდა გამოვიყვანოთ. მოკლედ, გადავწყვიტეთ იმდენი ხანი და იმდენჯერ გადავიღოთ. მინამ არ დაგროვდება ჩვენი ვიდეოებისთვის, ჩვენთვის სასურველი რაოდენობათა რიცხვი მეგობრებო. კი. ამიტომ ყოველ დღე შემოვალ თქვენთან სახლებში, ოჯახებში, ტელეფონებში, კომპიუტერებში, კიდე რა მოწყობილობები არსებობს. პლანშეტებში, კიდე რაღაცებში და მოგაბეზრებთ, შეგაზრდებთ არა. მოგაბეზრებთ. Yes, ესეთი მკაცრები. ნუ ესეთი მკაცრები ვიქნებით, არ გვაინტერესებს. მოგლედ, ჩვენ განები, don't touch. ჩვენ დღევანდელი მსჯელობის საგანი იქნება თანამედროვე ბავშვობის დამოკიდებულება და აღქმის უნარი ძველ ტექნოლოგიებთან. ჩემი თაობის. ერთი მე მიჭირავს. დინოზავრების სერიის წარმომადგენელი. ხო, აბა ეგ რა არის შენი ასე? ეს არის Panasonic-ის კამერა. ეხლა შემიძლია ჩავრთო. აი ჩავრთე. ალბათ ეხლა ვერ დაინახავ. შეგიძლია ახლოს მიხვიდე, შეგიძლია გახვიდე. რა მაგარია ნახე. ხო რა. ძალიან ახლოს მიდის, ძალიან კაი კამერაა. ხო, ზუმენი და ზუმაუთი აქვს ჩაულებრივი. სადღაც 200-მდე ადის ზუმი თუ რაღაც სადამდე ადის. კარგი. მოკლედ მე აქ მექნება ჩემთვის დამხმარე მოწყობილობები. დიახ. რომლითაც აუცილებლად დავეხმარები ხოლმე ჩემს თავს უკეთესი რაკურსების გადაღებაში. დიახ, რადგანაც არ ამცურები რომ ხო, კარგი, ეს ასე, ეს გადავდეთ. ეხლა მეგობრებო, რას გულისხმობს თავის თავში თანამედროვე ბავშვებისთვის ძველი ტექნოლოგიების გაგება და აღქმა. მზად ხარ? კი, მზად ვარ. გადადეგ. აჰა. მზად ვარ. აი ეს. ის რა არის? აი ეს. ნახოთ აბა, გაბრიელის საერთოდ უმოხრება რა არის ეს? ჩვენმა თაობამ კი ვიცით. დღეს ცოტა პატარა ოქროების და აზოტმჟავების წავი თამაშე და ხელები გამიშავდა და ნუ დაიწყებთ ეხლა რაღაცა. არა, შენ რომელი კაცია და იმიტომ აქ თითები შავი. შიგენაცველი მოვარტყი. ჯიგარი ხარ. აი ესე უნდა მხარდაჭერა. მოკლედ. მისტერ გაბრიელს რა არის? რამტურიანი არის, ბიჭო, ვერ გაწმინდა ვინმე სტუდიაში. რა არის? რა. აი რა ვაი. არა ხარ ეგეთი უნდიჭო ხუმრობაში და რა იყო ახლა ეს? ეგრე გავიხუმრე ახლა. ბაგერს თუ გავიხუმრე. წაგაბულინგე. კარგი, მოკლედ. მისტერ გაბრიელს ვაძლევ ახლა ამოწყობილობას და მისი ამოცანა იქნება მიხვდეს რა არის. და საერთოდ რა დანიშნულება შეიძლება რომ გქონდეს. მისტერ გაბრიელ, გადმოგეცათ და play pause. ვიცი ეს რა არის, იმიტომ რომ შევხედე რაღაცებს აქ. აბა მოიცა გავხსნათ, შეგვიძლია გავხსნათ. ამან შეხედეთ მეგობრებო, შეგვიძლია გავხსნათ. გახსენე ბიჭო? ხო, გავხსენე. ამით გავხსენე. თავიდან. ეგ ყველაფერი თავიდან. თავიდან ყველაფერი. კაი. ვაჩვენე. ამას გადავწევთ და გავახებთ. ეს ვიცი მამი რა არის? რა არის? დისკს ჩადებ და მუსიკას დავუკრავს. შეგიძლია ხმისაწევა ჩაწევა და მოусმენ გაერთობი სიმღერებით. როგორ უნდა მოусმენო? სადაა კაბო დინამიკები? დინამიკები? დინამიკები ეხა არ ვიცი სადა აქვს, მაგრამ ალბათ ექნება სადღაც საიდან შეგიძლია მოусმინო. ან რადიოა. რადიოა? ამას აკავშირი შეიძლება კონდეს მაგასთან. დისკს? ჩადებ აქ ალბათ, მომიცი? აი, ჩავდეთ. всё. ხელემსულები ამიწევია მეგობრებო. Play და დაიწყო სიმღერა. ხელემსულები ამიწევია მეგობრებო, იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა თუ ესე მარტივად გაართმევდა თავს მისტერ გაბრიელი.
კი, ნამდვილად MP3 პლეიერია, ჩემი თაობის, მაგრამ ამებს არ ქონდა დინამიკებიც იყვი. ამებს ქონდა მეგობარო მხარდაჭერა მარტო ყურსასმენის. და მე თუ არ ვწდები, AUX-იც უკავშირდებოდა, ანუ AUX-ით შეგელო გადაგიყვანა ტელეფონში, რაიმე მოწყობილობაში, მაგალითად მუსიკალურ ცენტრში. მუსიკალურ? კენეგვეგი. ავა. დაკოკა, ავა არ შემიძლია. სტუენთ ლაპარაკი შეგინდია. მე დავამაჩემს ორიოს გვეპარება ზედაკბილში ჰაერი და რო ლაპარაკო ხომ ზოგი წაუსტო ხომ მე მაგარი საკაიფო წაუსტო ხომ აუ ისე და ხო იცი რო ლაპარაკობ ჩემ დავამაჩემს საუბარი გადაობა ლამაგრე ჭიკჭიკებ და მე აუბოთა თუ ჩხუბი შეობერე და რამეს კამათი მოგვივიდა მე და მამაჩემს ისიც ხო ჭიკჭიკებს აქედან ორივე რო ჭიკჭიკებით ხომ ისეთ სასაცილო მოსასმენები ვარ და სხვადასხვა ეგ დააფიქსირა ანუ ორივე რო ჭიკჭიკებდით ჩემმა თანამშრომელმა ერთად მუშაობდით მე და მამაჩემი რა 51 საავიცო ქარხანაში და რაღაცაზე შევკამათდით რაღაც დეტალი მეუტანე გამიგსუფთავო მეთქი და ჭკუის სწავლება დამეწყო მამა და უნდა ჭკუა გასწავლოს და მე რაღაცაზე შევხები და რო ავჭიკჭიკე და მე ხო გავჭერი ერთ სამჯერ ხო მაგრა ჯოუსტი დაძაბულობა და იქ მამაჩემის დრო ხო მოვიდა კარჯერ ხო ყველა იგუდება სიცილით რომ მე ამდენჯერ და გამეპარაკმილებ შაი და ჩაუსტვინე რა და დემურა ბაბუას დრო რომ მოვიდა ხო მისმინა და ბაბუამაც რა მოკოკა და შენ რა სამბო ბიჭო მათან ვერტვაკეთ მე ხო წამგდიენ აი რა სამბო ბიჭო და აი მან დრო აი всё გავწყდით ეგას ახსოვდა რა ჩხუბი ისი ჩხუბი ისეთი კარგი მოსასმენები ვიყავით ისეთ საყვარელი საათი ხო მოკლედ ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული დრო და ჟამი მეგობრებო განშურების ჯუნისა მოკლედ პირდაპირ ვარჯიშიდან მოვედით და ამ შაბათ კვირას გვაქვს ჩემი მიკროფონი ხო შეერთებულია ხარ გადამ კი შეერთებული ხო და პირდაპირ ვარჯიშიდან მოვედით და ამ შაბათ კვირას ორი თამაში გვაქვს როგორი ვარჯიში ჩავატარე კი რავი მე უფრო ბევრი შემეძლო ალბათ ამ ვარჯიშზე მაგრამ რაღაცო კენი არ ვარ მაყოფილი მაგას ვიტყვი არ ხარ მაყოფილი მომაწოდე ერთი ბიშტიში ეს ხო მოკლედ ეს არის მეგობრებო ექსტრა მჟავე კანფეტი და ესეთი ორი ცალი ვჭამე სკოლაში ჩემ მეგობარმა მოწოდა და მისტერი გაბრიელი უკვე ინაკივა მაგრად ცოტა იმის გამო რომ აზე მოვიდეთ ძალიან დავაღალე კურტკა მაგაფუჭებული კაროჩე რა კურტკაზე გამიფუჭე და ელვა ანუ ზმეიკა თუ ცნობილი აი ეს რა მოკლედ და დაინახე გახსნილი მქონდა მთელი ვარჯიში გავიყინე თან ხო გარეთ ქარია და მუცელი პენსული და ძუძუმცულები ყველაფერი გაყინული მაქვს ყინული ხო ყინულია კაი მოდი ახლა მოგჩაო ვინც დაიჭანება გააკეთებს 30 აჯიმანიას 10 ტურნიკს მე ეგრევე უეჭული ვიჭანები და განწერული ვარ და 20 იმას მუქს წავიდა არა უშ 3 2 1 ბოლომდე ავოთ მოდი მე ორი ზავავოთ კა მაგონ და ანუ ვაწლაპონდათ პეზზე ხა მაგარი ცუდი მოსასმანი იქნება გამერაში ბოლოში მეგობრებო აი ვამატებთ მეორე ექსტრას მოიცა სახის დამალვა არ შეიძლება საიდან ამერჩი ესეთი მჟავი ბიჭო რაფერი მოგესეთი მჟავი არ შემხოდრე არა მოგეც რაფერი მოგეც შო სახე მივიღე მე ვაღარ ვძლებ დამჟავია აუინა არა და აბორს აწლაპუნე პიზ და ხა რა იყო პროტეზიანი იმას ავითხარ
ბაბუასავით. ავინა ეს ენას მაგარა გადგენს. ყველას ძალიან შუშხუნებს. მოგლედ მეგობრებო, ის თქმა მინდოდა და წავაგე. თავის ჩაბარება გადავიღოთ? კი. გადავიღოთ. ახლა დავეტევით აქ. მოგეთ ხვალ ჩამობარებ. მომაწოდე რა. რა. ძალიან ვაწლაპუნებ პირს და დავაგლიჯობ ნერვებს, არა ჭიქა. ჭიქა? დაზღვევით ეს გული რა გურეოდა. ჭიქები გავიმზადე. შენ ჩაყარე რა, არ გინდა. ლალაბა. ძალიან ჯოვენცულა. მე მომწონს რაღაც. არ გინდა რა ჩაყარე. ხო, მოკლედ მეგობრებო. ხო, აი, ხო, უბრალოდ კონფეტები გადმოყარეთ პირენცულა და ვაწკლაპუნეს ძალიან. რას მომბობ დამოუწდო ბიჭო. შენ და მამა შენი რო უშტვენით. მაგას თავიდან ვამბობდი. ეხლა რას ვამბობდი? ვარ. გავ გამახსენდება. ხო, ნუ მოკლედ ორი თამაში გვაქვს. FC-სან, სამშაბათსაც და კვირასაც და ფორმაში ხარ ძმა? რამდენი გოლი გაუშვი წინა თამაშზე? 3. რამდენი ყვაქენა შენი ბრალი უშუალოდ? 1. რატო რა პოზიციაზე იყო? არასდროს პოზიციაზე ვიდექი და კუთხეში დამირტყეს, უნდა ამიყო და გამიტანეს. შენი ბრალი ცლობა. შენი ბრალი იყო. კაი გამოასწორებ რა ყოველ შემთხვევაში. გამოასწორებ. არა უშავს ახლა მე კარი ხარ ვარჯიშობ და შეცდომები ბევრი იქნება მანამ დაიხვეწები და წინ წახვალ. ეკი არაგე ამას წინ დონარუმას აი ჰაი-ლეველი ხوار დონარუმა და დონარუმას შეცდომების კრებულის ვიდეოს ვუყურე. პროფესიონალების განხილვა იყო. ოღონდ ისეთი განხილვა კი არ იყო, რომ ჩაქოლეს და დააბულინგეს. უბრალოდ პირიქით სტიმულის და мотиваციის მომცემი, რომ აი ესეთი დონეა, მაგარია დონარუმა, მაგრამ ნახეთ რა შეცდომებს უშვებს რა. და მაგას ეძღვნებოდა ეს ვიდეო და არა უშავს კაც. დავიხოცებით ნელ-ნელა წინ წავალ და აგერ დევასთან ვარჯიშობს, ისანში ვარჯიშობ და კი, იცი რა მაინტერესებს? რა? ბავშვები გიწერენ ხოლმე ხშირად მართლა. აი, მისტერ გაბრიელო რა რჩევას მოგცემო? აი, დამწყები მეკარე ვარო ერთმა ბავშვმა დაწერა და რა რჩევას მოგცემ რა გავითვალისწინოო და ვერ ვიპოვნე ის კომენტარი, მე კიდე რაღაცები ეწერა და რას ვრჩევობა? რა გააკეთოს? 8 წლის ვარო, ხო, გამახსენდა. კარგი, მე გიჩევ რომ ბურთს უყურო, ბურთს გადაყვესა და წავა, რეაქცია ქონდეს და არ გეშინოდეს ბურთის ყოველ შემთხვევაში. სამი რამე ჩამოთვალე ესე. დიახ, სამრჩევას. მაგ სამიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? არ გეშინოდეს ბურთის. ეგ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აბა მე კარგად თუ გეშინია ბურთის გაგივა. არა, ყველაზე მნიშვნელოვანი შენ მაგ სამში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი თქვი უკვე. ბურთის ყურება მაშინ. Yes! ბურთენცულას კონტროლი, ბიჭო, აბა რა, ბურთის კონტროლი, შენ და ბურთი. როგორც უნდა დააგიტონოზო ბურთი და შემტევი. ოღონდ შემტევს თვალებში არ უნდა უყურო. თვალებით ყოველთვის გატყუებს. თვალებით შეიძლება იქით გაიხედოს და იქით და მე რო გიკეთებ ხომ აფერისტობას. აქეთ გაიხედო და იქით დაარტყას. შენ ეგრე მატყუებ ხოლმე. თავარი არის შენ და ბურთი ხარ. პირიქით უპირატესობა უნდა მოიპოვო და შენ სამეფოში აი საჯარიმოში მარტკუთხედში რო შემოვა. ოლივერ კანი ხედავ აკეთებ ხო? ეშინოდნენ. ხო, მე მიდის და კოცნის და რაღაცა ოკუპენს ვიყავ. დოკაზურობდნენ. ხელით რო გაიტანა გოლი გახსოვს? მე კარგი ცოტა გიჟი უნდა იყოს. მე კარგი გიჟობა ვიყავ. გიჟი უნდა იყოს. ბერშენ ხარ, არა შენ კი ცოტა საპიპინე. ნუ მამა ვარ და ეხლა მე მოსწრაფ. სახში მარტო რო ვარ, შენ არ იცი რომ დავახე. მე ცე საჭედავ, მაგრამ ლიფტში. აი ლიფტში თიოჯე. ესეც გიჟები ჩამეტარებია რომ კარები რო იღება უცბად და შენ სარკესთან რო რაღაც უცნაურ პოზაში ხარ და ოხერხულობისგან უარიცი რა გააკეთო. ხო, მე ლიფტში ვჭედავ ხოლმე. სამგეოთ აბაზანაში არ მახასიათებს არც სიმღერები არ ჭედობი. ლიფტში მიყვარს გაჭედობი. კარგად ტრიალებს ეხმა. კი, ლიფტში. ანუ ლიფტის გაჭედობი კი ლიფტში გაჭედობი. ლიფტში კი მეც მაგრა ვჭედავ ხოლმე ლიფტში. ხო, დავარია მარტო ლიფტში ვჭედავდე. კარგი, წავედი დღეს დავიშალეთ და ჩვენი მუქარა ძალაშია. მანამ ყოველას ტელეფონში, მანამ ყოველას კომპიუტერში, ყოველას ტელევიზორში, ყოველას მოწყობილობაში, რადიოში, კოსმოსში, მარსზე, ნეპტუნზე. ჩვენი ხმა, ჩვენი ვიზუალი არ გამოგესახება თვალებში
მანამა ესე ვიჯდებით. დიახ. სისულელებზე ვილაპარაკებთ, მაგრამ მაინც ჩვენს ეს მივაღწევთ. რა თქმა უნდა. აუდიტორიას დავითროთ. აბა რა, ბიჭო, აბა რა. კი, მე მგონი დებილობა პოდკასტზე გავჩერდით ჩვენ. ალბათ მაგას დავარქვა. დებილობა პოდკასტი. ხო, ძალიან სვიჩკადი პოდკასტი. პოდკასტი. ხო, ეს მამაშული და просто ბანალურია. ოკეი, აბადროებით. მადლობა. ბიჭო. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექა დეშუბა 83. მადლობა.